საქართველოსთვის როგორც ჩავისხვის ქვეყნისთვის საზღვაო სექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ბათუმსა და ფოთში მოქმედი პორტების საზღვაო განათლება და ქართველი მეზღვაურების საერთაშორისო რეპუტაცია ქვეყნის ეკონომიკისა და სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. 25 ივნის მეზღვაურის საერთაშორისო დღეა. თარიღი აღინიშნება ბათუმშიც დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. გაიმართება კურსანტების ფიცის დადების ცერემონიას, დამსახურებული მეზღვაურების დაჯილდოება, სტუდენტებისთვის სტიპენდიების გადაცემა. Როგორ ვითარდება საზღვაო სექტორი და რატომ არის მნიშვნელოვანი მეზღვაურის პროფესია ქვეყნისთვის? ამ თემებზე ჩვენ სტუმართან საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან ივანე აბაშიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ არის 25, გილოცავთ წინასწარ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და დაპირველად ჩვენი საუბრის დასაწყისში რა ელოდება ყველას, ვინც აი ამ დღის მოლოდინშია, განსაკუთრებით მეზღვაურებს და იმათ, ვინც ახლა სწავლობს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიას. დიდი მადლობა პირველ რიგში ამ თემის დაინტერესებისთვის, ასევე მოლოცვისთვის. საქართველოსთვის რა თქმა უნდა, მეზღვაური და მეზღვაურის პროფესია უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც მათი ეკონომიკური შენატანი საქართველოს ეკონომიკურ ძლიერებაში ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდ ლარამდეა, მხოლოდ მათი ხელფასების სახით. ჩვენ დღეს 21000 მეზღვაური გვყავს და ეს არის 100%-ზე მეტი მატება 2012 წელთან შედარებით, როცა ჩვენ 8600 მეზღვაური გვყავდა. ეს არის სწორედ იმ ძალიან გონივრული და მწყობრი ნაბიჯების შედეგი, რომელიც ჩვენ დარგში განხორციელდა წლების განმავლობაში, მათ შორის არა მარტო სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლებაში, არამედ სერტიფიცირების, განათლების სისტემის დანერგვაში, განვითარებაში და ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან ახალი სტანდარტების შემოღებაში, რომელიც აღიარებულია არა მარტო ევროპული სახელმწიფოების, ევროკავშირის მიერ, არამედ მსოფლიოს წამყვანი 75 სხვადასხვა დროშის მიერ, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სამხრეთ კორეა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ტონაჟის 80%-ს ვფარავთ ჩვენი მეზღვაურებით და მათი, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ეკონომიკური სარგებელი მილიარდ ლარამდე არის ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, ამ შემთხვევაში აჭარისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, რამდენადაც ქართველი მეზღვაურები არა მხოლოდ აჭარის მკვიდრნი არიან, არამედ ზოგადად მთელი საქართველოდან არიან უკვე და ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ზრდაში, რაც 8600 მეზღვაურიდან 21000-მდე ზრდას გულისხმობს, ჩვენ მთელი საქართველოს მოვიცავით და ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ სულ რამდენიმე წლის წინ ფოთში საქართველოს უმსხვილეს საზღვაო ქალაქში გახსნა ფილიალი, სადაც წელს პირველად შევძელით და გამოაცხადეთ ბაკალავრიატის დონის განათლების პროგრამის გაშვება, სადაც ჩვენ უკვე პირველ 25 კადეტს მივიღებთ. ზოგადად, საქართველოში საზღვაო განათლება, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო დაწესებულებებში უფასო გახდა, როგორც სხვა როგორც უმაღლესი განათლების რეფორმის შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის კადეტთა მიღება გამოაცხადეთ სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და დაახლოებით 900 ახალი კურსანტი გვეყოლება, რომლებიც რა თქმა უნდა საქართველოს გეგმას, მწყობრ გეგმას, რომ 2030 წლისთვის ჩვენ 30000 მეზღვაურზე ავიდეთ, რაოდენობრივად ვფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკას, ამ მიმართულებას სწორი ნაბიჯით, ამ მიმართულებისკენ სწორი ნაბიჯია გადადგმული. 25 ივნისი ეს არის ის სიმბოლო და ის დღე, რომელიც 2011 წლიდან აღინიშნება საერთაშორისო საზღვაო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ყოველწლიურად ძალზე მასშტაბური ღონისძიებები ქალაქში, როგორც ქალაქის სტუმრებისთვის, ასევე ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, რომელიც წელს მცირედ შეცვლილი ფორმატით გაიმართება და საღამო საათებში იქნება, მათ შორის პირდაპირ ეთერში ეროვნული მაუწყებლობის და გვაქვს ძალზე ბევრი სიახლე, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ წელს ჩვენ შევძელით და სრულად ავამოქმედეთ მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი, მეზღვაურთა შრომის უფლებების დაცვას უფრო აქტიურ ფაზაზე გადავედით და ამ თვალსაზრისით ხელშესახების შედეგები არის ის, რომ საქართველოს მეზღვაურები, საქართველოს დასაქმების ბაზრით სულ უფრო და უფრო მეტი რეპუტაციული გემთობელი რომელიც ასე ვთქვათ მეზღვაურებს ღირსეულ დასაქმების პირობებს თავაზობს. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მე შეუძლებელი არ დაგეთანხმოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა თქვენ სფეროში სურათი და თუ რაღაც წლების წინ საუბრობდით იმაზე, რომ მეზღვაურები რამდენად დაცულები იყვნენ, რამდენად დაცული იყო მათი უსაფრთხოება, თუ მათი თუნდაც იმუშავებდნენ და მე ანაზღაურებას მიიღებდნენ თუ არა, ისეთ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა წლების განმავლობაში, ხო? ეს ვითარება დღეს განსხვავებულია.
შეუძლებელია ამაში არ დაგეთანხმოთ, თუმცა რამდენად ბოლომდე დაცულია ქართველი მეზღვაური, რომელიც საერთაშორისო გემებზე საქმიანობს და ამ კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკამ რამდენად მოიტანა შედეგი, მე მეტნაკლებად ბიზნეს პარტნიორი ძალიან აქტიურად აშუქებს ხოლმე აი ამ საკითხს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებას, ისე თქვენი სააგენტო საქმიანობას და სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, რამდენად შედეგიანია ყველაფერი ის, რაც გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით, რასაც ქართველი მეზღვაურის უფლებების, მათი შრომის უფლებების დაცვა ქვია. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ნაბიჯები, რომელსაც გადავდგამთ, რა თქმა უნდა, ვდგამთ უბრალოდ სექტორში, სწორად იქნას, ასე ვთქვათ, აღქმული, მათ შორის ის მესიჯები, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან ახლავს, ხო? პირველ რიგში იგულისხმება საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაცია და საქართველოში სექტორულად ერთ-ერთი გამონაკლისია, რომ ცალკე გვაქვს შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ამას ქვია მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი და ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ, რომ ქართულ მეზღვაურებს, რომლებიც სერვისის ექსპორტს ახორციელებენ საზღვარგარეთ, რეალურად ესენი არ არიან შრომითი მიგრანტები, ან მაღალ ტექნოლოგიურ სფეროში, საზღვაო სფეროში, ძირითადად სატანკერო სფეროში, რომელიც არის ყველაზე მაღალი კატეგორიის უსაფრთხოების დონის მქონე მცურავი საშუალებები, ახორციელებთ სერვისის ექსპორტს. შესაბამისად, ქართულ მეზღვაურებზე მოთხოვნა ძალზედ მზარდია. აი, თუნდაც ის ფაქტი, რომ 8600 მეზღვაურიდან 21000-მდე გავიზარდებთ არასრულ, ასე ვთქვათ, 14 წელიწადში, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს აჩვენებს, რომ სექტორის მიმართ ნდობა საქართველოს მოქალაქეებში არსებობს და ამ სფეროში საკუთარ მომავალს ხედავენ. როგორ ვიცავთ საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების დასაქმების უფლებებს? ხო, რა თქმა უნდა, ადამიანი თავისუფალია და შეუძლია თავისუფლად დასაქმდეს, მათ შორის მესამე სახელმწიფოების გავლითაც. თუმცა ჩვენ თავაზობთ, რომ საქართველოში ყველა ის აკრედიტებული, ყველა ის ავტორიზებული პირი, რომელიც საზღვაო ადმინისტრაციის აღიარებით მუშაობს, ანუ ჩვენს მიერ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღიარებით მუშაობს, მათ მიმართ ჩვენ გვაქვს მათ შორის კონტროლის არა მარტო ბერკეტები, არამედ მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზემოქმედების ბერკეტებიც, რაც გულისხმობს მეზღვაურების უფლებების დაცვას, იმიტომ რომ მეზღვაურის სამუშაოდ გამგზავრება ეს არ არის მხოლოდ კონტრაქტის ხელისმოწერა, არამედ საუბარი არის მეზღვაურის უფლებების დაცვაზე მთელი კონტრაქტის განმავლობაში და ასევე მისი დაბრუნების, რეპატრიაციის მომენტამდე მეზღვაურის უფლებების დაცვაში და მათთვის, ასე ვთქვათ, იმ სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაში, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯებს ვდგამთ, მათ შორის ძალზედ აქტიურ ფაზაშია მოწესრიგება საკრებულო მიმართულების, ჩვენ ძალზედ მკაცრი ხელით ვაკონტროლებთ ამ სექტორს და განსაკუთრებით აღსანიშნია ისიც, რომ ეს სექტორი საკმაოდ მაღალი ხელფასებით გამოირჩევა, ანუ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს მეზღვაურს, რომელსაც საზღვარგარეთელი გემთობელი, უცხოელი გემთობელი უხდის ქართულ მეზღვაურს და ჩვენს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურის უფლებები, საქართველოს მეზღვაურის უფლებები მთელ მსოფლიოს მასშტაბით იყოს დაცული. რამდენადაც ამაში ჩვენ არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც ჩვენს უმთავრესი პრიორიტეტია, მათ უსაფრთხო შრომის პირობებს ვიცავთ, არამედ პირველ რიგში ვიცავთ საქართველოს როგორც საზღვაო სახელმწიფოს ინტერესს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ქვაკუთხედი ამ ყველაფრის საფუძველი არის ქართული მეზღვაური, რომელიც ქმნის არა მარტო იმ კომპეტენციას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის, არამედ საქართველოს საზღვაო დარგის განვითარებასაც ემსახურება და ამ თვალსაზრისით აი ეს ზრდა პროფესიაში მეზღვაურების რაოდენობის ჩვენც არის ძალზე ძლიერი ინდიკატორი, რომ ნდობა ამ პროფესიის მიმართ არსებობს და რაც თავარია ამ პროფესიაში არსებობს განჭრეტადობა, ანუ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვიცოდეთ კომპეტენტური მეზღვაური კადრობამდე რამდენ ხანში მივა და ეს მისთვის არის ცნობილი კარიერული გზა, რომელიც მას შეუძლია გაეროს და მნიშვნელოვანი ბენეფიტი მიიღოს ამ პროფესიით. კი ბატონო, თქვენთან შეეხედა სწორედ ამ ნაწილს გავაგრძელებ ჩვენი საუბრის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და მიმართულებას უბრალოდ რამდენად კომპეტენტურები არიან ქართველი მეზღვაურები, მათი კვალიფიკაცია. თქვენ კი ახსენეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია და კი არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეალურად მეზღვაურის კვალიფიკაცია შესაბამისია. ხო? რამდენად შეგვიძლია, რომ ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაცია, საერთაშორისო დონის კვალიფიკაცია და განათლება მივცეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ფოთში დაუშვათ ამ მიმართულების გააქტიურება და ამ ნაწილითაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა შეგვიძლია კი ისეთი განათლების მიცემა, რომელიც მერე ქართულ მეზღვაურს საშუალებას აძლევს აღიარებული განათლების უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ვფიქრობდეთ, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით ეს მიცემული განათლება არ იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის, ხო? და შეგვიძლია თუ არა ამ ასეთი განათლების მიცემა და რა კეთდება იმისთვის, რომ თუ არ შეგვიძლია ასეთი განათლება რეალურად მივცეთ, რომ კვალიფიკაცია მათი იყოს ძალიან მაღალ დონეზე.
რა თქმა უნდა. ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია განათლების ხარისხი და ამ მიმართულებით ჩვენ ძალზე აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში იქნება ეს უმაღლესი პროფესიული, კერძო, საჯარო დაწესებულება, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო სახელმწიფო აკადემია გვაქვს, არამედ კერძო უნივერსიტეტები გვაქვს, რომელიც ამ სფეროში მუშაობენ. მათთვის საერთო სტანდარტი არსებობდეს და ეს საერთო სტანდარტი, რა თქმა უნდა, საქართველოში დამტკიცებულია ყველა პროფესიულ მიმართულებაზე, ყველა იმ უმაღლეს საგანმანათლებლო მიმართულებაზე, რომელიც მზადდება საქართველოს საზღვაო განათლების სფეროში. ხო, იქნება ეს პროფესიული განათლება, თუ იქნება ეს უმაღლესი საზღვაო განათლება. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სექტორი აღიარებულია მათ შორის ევროპის საზღვაო საფრთხეების სააგენტოს მიერ, რომელმაც ბოლოს 2023 წელს დაადასტურა საქართველოს შესაბამისობას ამ საერთაშორისო მოთხოვნებთან, მათ შორის ევროპულ მოთხოვნებთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მეზღვაური საქმდება სხვა დროშის სახელმწიფოს ცურავ გემზე, იქნება ეს ლიბერია, მარშალის კუნძულები, პანამა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია თუ ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ სახელმწიფოებს გააჩნდეთ ნდობა ჩვენი სისტემის მიმართ, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოები უბრალოდ ესე ამ განათლების აღიარებას არ ახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტი საკმაოდ მაღალია ოფიცერთა შემადგენლობის მთელ მსოფლიოში, დაახლოებით 200,000 ოფიცერთა შემადგენლობა გვაკლია გემებზე მთელ მსოფლიოს ფლოტში, თუმცა საქართველოს საზღვაო განათლების სექტორს ეს სახელმწიფოები აღიარებენ და ამ სახელმწიფოებთან ჩვენ თავსებადობა გვაქვს რამდენადაც სწორედ განათლების დამადასტურებელი დიპლომი და უკვე შემდეგ კომპეტენციის დამადასტურებელი დიპლომი, რაც არის რეალურად სამუშაო უფლება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით გაიცემა, შეესაბამება სწორედ ამ საერთაშორისო სტანდარტებს და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ნდობა მუდმივად შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ეხლა სექტორში ძალზე ბევრი სიახლეებია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხელოვნურმა ინტელექტმა, მწვანე ტრანსფორმაციამ, ახალმა ტექნოლოგიებმა ძალზე ბევრი გამოწვევები შექმნა და ჩვენთვის ეხლამდელი განახლების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტების, რომლებიც მეზღვაურებს მომავლის პროფესიას თავაზობს და არაწარსულის პროფესიას, ანუ აძლევს ახალ უნარჩვევებს, აძლევს ახალ ტექნოლოგიებზე წვდომას და ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული და საკმაოდ ესეთი მოთხოვნადი ამ შემთხვევაში სტანდარტი, რომლის გარეშეც არც ერთი გემთხვეველი მეზღვაურს არც ერთი გემთხვეველი მეზღვაურს ვერ დაასაქმებს. რამდენიც ჩვენ იცით, რომ განსაკუთრებით სათანკერო სექტორში oil major-ები, როგორც არის British Petroleum, Chevron, Exxon და ასე შემდეგ, საკუთარი სტანდარტებით მუშაობენ და მათ სტანდარტები არის ნამდვილად გლობალური სტანდარტები. და ამ გლობალურ სტანდარტებში, რომ ქართველი მეზღვაურები მუშაობენ სხვა კომპანიებში, სწორედ დადასტურებაა იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მეზღვაურებს საერთაშორისო დონის განათლება. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს 1 ივლისს ახალი რეგულაციები ამოქმედება, ამაზეც მინდა რომ მკითხოთ, ნაოსნობასა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ამოქმედება ახალი რეგულაციები, რას გულისხმობს და უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, გარდა იმისა, რომ თვითონ გადაყვანის პროცესი განხორციელდეს, ამიტომ საინტერესოა რა იცვლება ამ ნაწილში და რა უნდა ვიცოდეთ თითოეულმა ჩვენგანმა, ან რა უნდა იცოდეს ბიზნესმა. ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის 2026 წლის 1 ივლისიდან ძალაში. ჩვენ აქამდე 2 წლის განმავლობაში დაახლოებით ჰქონდა გარდამავალი პერიოდი, როდესაც ბიზნეს შეძლო ნებაყოფლობით გაეკეთებინა, ასე ვთქვათ, შესაბამისობის უზრუნველყოფა ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა სახმელეთო წყლებში, როგორც არის საქართველოს დინარეები, ტბები, წყალსაცავები, სადაც ნაოსნობა დაშვებულია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, იქნება ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მოუწევს, რომ საკუთარი საქმიანობა შეუსაბამოს ახალ მოთხოვნებს. რას გულისხმობს? ყველა ის მცურავი საშუალება, რომელიც არის 3 მეტრზე მეტი სიგრძის და ძრავის მქონე, აუცილებლად ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას და რაც მთავარია, თუ კი მცურავი საშუალება არის 17-ზე ნაკლები, 17-ზე მეტი და ძრავიანი საშუალება გადაყავს მგზავრები და ემსახურება, ასე ვთქვათ, ტურისტებს, საქართველოს მოქალაქეებს, აუცილებელია, რომ ამ მცურავი საშუალებების, ასე ვთქვათ, მმართველ, ასე ვთქვათ, მძღოლებს ამ შემთხვევაში ჰქონდეთ სათანადო მართვის მოწვევა, რომელიც გაიცემა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის აგენტოს მიერ აღიარებული სასმელი კურსის გავლის საფუძველზე. ეს ყველაფერი კი ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერ, მათ შორის პრაქტიკულ ნაწილში ხორციელდება თბილისშიც. პირველ ეტაპზე ვინაიდან საქართველოში 29,000 მდინარე, სხვა დიდი და პატარა მდინარეა, ჩვენ კონცენტრაციის ადგილები შევარჩიეთ, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც მეტი მცურავი საშუალებაა კონცენტრებული, ამ ლოკაციების დარეგულირებით ვიწყებთ და რომლებია ეს ადგილები? ეს ადგილები მაგალითად აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო ზემოსვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში მოიცავს მათ შორის ტბებს, მათ შორის
მაგალითად თბილისში მტკვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე წყალსაცავებს, რომლებზეც დაშვებულია ნაოსნობა და მნიშვნელოვანი რა არის? მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ლოკაციები გამოქვეყნდება, იმიტომ რომ სია გრძელია საკმაოდ, ახლა ჩვენ ბევრი დრო რომ არ წავიღოთ, უკვე გამოქვეყნებულიც არის დამატებითაც გამოვაქვეყნებთ. მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის? ვიცოდეთ, რომ ამ ცვლილებების მიზანი არ არის დამატებით ბიუროკრატიული ბარიერების შექმნა, არამედ ჩვენ დავაკვირდით, რომ 2021 წლიდან 2026 წლამდე 80-მდე საკმაოდ ისეთი მძიმე და საშუალო სიმძიმის ინციდენტი მოხდა, რომელშიც დაზარავდა არა მარტო საქართველოს მოქალაქე, არამედ უცხოელი სტუმრების და ამან გამოიწვია ეს განაპირობებს პირველ რიგში იმას, რომ გარდა იმისა, რომ მაგალითად ეს უცხოელი საშუალებები მტკვარზე და შეიძლება წყალსაცავებზე ტბაზე გამოიყენებოდეს, მნიშვნელოვანია ძალზედ ის ფაქტორიც, რომ ეს უცხოელი საშუალება არ განსხვავდება ტექნიკურად იმ უცხოელი საშუალებისგან, რომელიც მაგალითად ზღვაში გამოიყენება. მათზე ისეთივე ეკონომიკური უფლებები ვრცელდება, როგორც ზღვაში არსებულ უცხოელ საშუალებაზე. აქედან გამომდინარე, ეს საშუალებას მისცემს ასე ვთქვათ, მესაკუთრეებს ბიზნესს, რომ მოაწესრიგონ საკუთარი ქონებრივი უფლებები და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ ერთმანეთთან მიმართებაში და უფრო კომპეტენტურად მიაწოდონ ეს სერვისი. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რეალურად გადაყავთ მათ შორის მოქალაქეები, ტურისტები, სხვა ტურისტული მიზნით და ამ დროს რაიმე ამ ტიპის ინციდენტი ხდება, ბუნებრივია ეს ძალიან დიდი რისკია და ძალიან აუცილებელიც არის, რომ ამ მიმართულებით იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში სხვა დროსაც.